რა ვითარება ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე და რა ხდება ზოგადად სად არიან აქციის მონაწილეები? ახლა პირდაპირ ეთერში ჩემი კოლეგა ვასილ დაბრუნდაშვილი ჩაგვერთვება და დეტალებზე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. ვასილ, სად იმყოფები შენ და რა ვითარება ამ დროისთვის სად არიან აქციის მონაწილეები? აქციის მონაწილეთა ერთმა ნაწილმა თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ბელინსკის ქუჩის კენ გადმოინაცვლა. აქ იმყოფებიან, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები თხოვენ სამართალდამცავებს ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეშვება, სადაც მათი ინფორმაციით იმყოფება რამდენიმე წარმომადგენელი სექსუალური უმცირესობის, თუმცა ამის საშუალებას მათ ბუნებრივია სამართალდამცავები არ აძლევენ. როგორც აქციის მონაწილეები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ისინი არ დაიშნებიან ამ ტერიტორიიდან, სანამ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები სუპერმარკეტს არ დატოვებენ. დაახლოებით საათნახევრის წინ თავისუფლების მიმდებარე ტერიტორიაზე და ბელინსკის ქუჩის კუთხეში გამოჩნდა შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც ჩვენ ვთხოვეთ კომენტარის გაკეთება, თუმცა ღარიბაშვილმა ჩვენთან კომენტარი არ გააკეთა. მთელი დღის განმავლობაში კი ვითარდებოდა მოვლენები საკმაოდ დაძაბულად, მოხდა რამდენიმე ინციდენტი თავისუფლების მოედანზე, ასევე ქაშუეთის ტაძრის ეზოში, ტაბიძეზე და ნესელიძის ქუჩაზე. აქციის მონაწილეებმა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა კი ერთი ნაწილი სექსუალური უმცირესობისა მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანა. სამი გეი არის პოპულში და არ გვიშვებენ შიგნით, რომელიც გვინდა რომ ჩვენ გაუსწორდეთ. ჩემი შვილი რო გაიზრდება, მე იმაზე ვიფიქრო, გეისთან ერთად გავიდა, გეის გვერდზე დადგება მეთქი? არ უნდა ვიფიქრო, იმიტომ რომ 14 წლის ბავშვს არ უნდა ეშინოდეს ქუჩაში გამწვა. საქართველოს არ არის სოდომ გომორი რა. ეს ყველამ გაიგოს რა. სარდაფში ჩაიყვანეს პირსინგიანი ვიღაც ბიჭი, არ ვიცით რა ვინ იყო. ჩაიყვანეს იქ და ამბობენ რომ სარდაფში არაფერი არ არისო. ერთმა გითხრა დაცვის უფროსმა რომ სვაფში არ აქვს ამ შენობას სარდაფიო, ერთმა გითხრა ააქვსო და ვერ გავიგე ჩვენ რა ხდება აქ და მოძრაობა ამ დროისათვის რუსთაველის გამზირზე სრულად არის აღდგენილი, თუმცა სამართალდამცავთა ერთი ნაწილი და ასევე აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი ბელინსკის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ რჩებიან. ქრონიკის გადამღები ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში მოვლენათა ეპიცენტრში მუშაობენ. როგორ განვითარდება მოვლენები, ამის შესახებ უკვე ჩვენ შემდგომ გამოშვებებში შეიტყობთ. ეს ვასილ დაბრუნდაშვილი